ბედნიერი დღე ყველას, აუცილებლად მოსასმენი, მინდა ამ ვიდეოში განმარტო რა არის ტარო. არის ის თუ არა საშიში ინსტრუმენტი. ტარო ეს არის მდიდარი ისტორიით, მასში გაერთიანებული სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფია, ცოდნა, იდეები, მორალი და ასე შემდეგ, რომელიც დაახლოებით მე-7 საუკუნიდან იღებს სათავეს. ნელ-ნელა დაამახინჯეს მისი არსებობა და დაიწყეს ვითომ და ბრჭყალებში სამკითხაოდ გამოყენება. ტარო ეს არ არის მკითხაობა, მომავლის წინასწარმეტყველება და მსგავსი სისულელეები. მომავალს ვერავინ ვერ ხედავს. განვითარებულ ქვეყნებში მას მოიხსენიებენ როგორც ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ მიმართულებას. რადგანაც მას ძალუძს ემოციების მკურნალობა. თუ თავი გტკივათ მაგალითად, გახვალთ წამალს იყიდით, დაალევთ და მორჩა, მაგრამ სული როცა გტკივა, ამ დროს ტარო საუკეთესო საშუალებაა მის მოსარჩენად თუ არა დასაამებლად მაინც. ის გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, საკუთარი თავის ემოციების მართვასა და გაგებაში. მისი მამოძრავებელი ძალა ენერგიაა. ის, ვინც მასთან მოდის კითხვებით, იმუხტება მისი ენერგიით, რაც საშუალებას იძლევა ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ კითხვაზე, პასუხის სახით. ოღონდ ხალხნო, ეს არ არის სამომავლო ჭრეტა. მაგალითად, თუ ადამიანი მეკითხება, ვინმე პირობითად ავიღოთ, მაგალითად, გიორგი არის ჩემი ბედი? არ პასუხობ. არ არსებობს ძალა, რომელიც გეტყვით, ვინ ვისი ცოლი ან ქმარი გახდება. სისულელია, არ დაიჯეროთ. ის გაწვდით ინფორმაციას მოვლენების განვითარების ალბათობაზე, თუმცა დაიმახსოვრეთ, ეს ყველაფერი საბოლოოდ ჩვენს ხელშია მაინც, იმიტომ რომ არჩევანს თავად ვაკეთებთ. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, აქვს ტაროს მაგიასთან შეხება? არა და არა, ნატამალიც კი. ისეთი სულელური თემა, როგორიც არის რიტუალები, ჯადოები და ბლა, რეალურად ტაროს არ შეუძლია. ეს ულამაზესი ნახატები დააკვირდით, როგორ შეიძლება რომ ამან ჯადო გაგიკეთოთ. ეს არის უბრალოდ უდიდესი ენერგია, რომელიც გააჩნია მას. ვერავის შეგაყვარებს თქვენს თავს, თუ არ უყვარხართ, ვერავის დააბრუნებს, თუ მას არ უნდა დაბრუნება. ამაზე შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო, დრო რომ იყოს. მიუდგეთ სწორად ყველაფერს, ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა.